მეგობრებო, ჩვენ დავაფიქსირებ ჩვენი ფრაქციის პოზიციას, ფრაქცია ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატების, რომ ჩვენ მორატორიუმს მხარს უჭერს და ვეცდები დავასაბუთო თუ რატომ უჭერთ მხარს და ეს მხოლოდ ეს საუბარი მორატორიუმზე არ არის. ეს საუბარი არის წინამდებარე აქტი კონსტიტუციაში ჩასაწერი განსაზღვრებისა, რომელიც გულისხმობს უცხოელებზე მიწის გადაცემის შეზღუდვას და ეს შეზღუდვა უნდა იყოს ისეთი, რომ ყველანაირი რისკებისგან ჩვენ უნდა ვიყოთ დაზღვეულები. და რატომ? გუშინ მოვისმინეთ ჩვენი ოპონენტების გამოსვლები თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებასთან დაკავშირებით და ცოტა არ იყოს სიყალბეს გავდა გამომდინარე იქიდან, რომ ისინი თურმე თავიდან ეწინააღმდეგებოდნენ ამ თვითმმართველი ერთეულების გაჩენას და ახლა ამ ცვლილების შემდეგ თითქოს ამ ცვლილებასაც ეწინააღმდეგებიან მიუხედავად იმისა, რომ თავიდანაც წინააღმდეგი იყვნენ. მაგრამ რაც შეეხება მიწას, აქ მათი პოზიცია იყო ალალი, გურწმელი და მკაფიო. და სწორედ ამიტომ უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა და გასხვისების აკრძალვა, რომ სწორედ შემდგომში რომ ნეოლიბერალური და რადიკალურ ლიბერალური ხელისუფლება თუ მოვა ოდესმე სათავეში ამ ქვეყნის, რომ ეს იყოს განუხორციელებელი. მიწა უპირველეს ყოვლისა არის ამოწყურვადი რესურსი, ამაზე ძალიან ხშირად ვისაუბრეთ. გარდა ამისა, მიწა არის არაინვესტიცია ტევადი რესურსი. ესეც მე მგონი ყველასთვის ცხადია. გარდა ამისა, ის დაკავშირებულია სასურსათო უსაფრთხოებასთან. შეიძლება ვიღაცას ამან ღიმილი მოჰგვაროს, მაგრამ ტენდენციას თუ დავაკვირდებით მსოფლიოში, ჩვენ ვიცით, რამდენად იზრდება მოსახლეობის რაოდენობა, რამდენად მცირდება ათვისებადი მიწის რაოდენობა და რამდენად არის იმის ალბათობა მაღალი, რომ შესაბამისად რაღაც კულტურებზე შემდეგ შეიქმნას დეფიციტი, რომლისგანაც ჩვენ დაზღვეული უნდა ვიყოთ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს სწორედ იმის საშუალება, რომ ჩვენი მოსახლეობა ჯანმრთელი საკვებით უზრუნველყოფს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა გენმოდიფიცირებული საკვებით ჩვენი მოსახლეობის გამოკვება. ამიტომ ეს საკითხი უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია სასურსათო უსაფრთხოებასთან. ზოგადად მე მიკვირს ჩვენი ოპონენტების დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ 94 მუხლი გააჩინეს, ის მუხლი გააჩინეს, რომელიც უპირველეს ყოვლისა, რომელზე საუბარის, ანუ გადასახადებთან მიმართებაში დისკუსია არის პარლამენტში გასარკვევის საკითხი და ეს არ არის კონსტიტუციაში საკითხი და ისეთი საერთო ეროვნული ღირებულებებზე დაფუძნებული საკითხის, ესე იგი კონსტიტუციაში ასახვა არ უნდათ. მე მგონი, რა ვიცი, ნებისმიერი პარლამენტარიზმის ქრესტომათიურ საკითხებსაც და საფუძვლებსაც მე მგონი ეს დამოკიდებულება მოკლებულია. ეხლა აქ ნახსენები იქნა, რომ თითქოს ადამიანს უნდა კონდეს თავისუფლება, რომ მიწა როგორც საბაზრო პროდუქტი გაცვალოს განათლებაზე, გაცვალოს ჯანდაცვაზე და ასე შემდეგ. ეს არის სწორედ ტრაგედია, რომ თქვენთვის ჯანდაცვა და განათლება საბაზრო პროდუქტია. და ეს არის სწორედ ბოროტება, რომ ადამიანი თქვენ შეგიძლიათ იმ გადაწყვეტილების წინაშე დააყენოთ, რომ მან მიწა ან უნდა მიწა გაასხვისოს, ან შესაბამისად ოპერაცია გაიკეთოს, ან უნდა მიწა გაასხვისოს, ან შესაბამისად შვილს განათლება მიცეს. აი ამ ჩამოთვლილი კვახუთხედებიდან გამომდინარე, საკითხი არ დგას ისე, რომ მიწა ვიზზე უნდა გადავცეთ, არამედ საკითხი დგას, როგორ უნდა გამკარგოთ რაციონალურად მიწა. როდესაც ქვეყანას ჯერჯერობით ეს პროცესი მიდის, მაგრამ არ აქვს დადგენილი მიწის ბალანსი. ანუ ვის ეკუთვნის მიწა, რა კატეგორიის მიწები გაგვაჩნია და ასე შემდეგ. როდესაც მიწა საერთოდ აღრიცხული არ არის და ჯერ ეს პროცესი დასრულებული არ არის, ზოგადად რა უცხოელებზე მიწის გასხვისებაზე უნდა იყოს ლაპარაკი. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის 47% ცხოვრობს სოფლად. აი როგორ ფიქრობთ, აი რომელმა აი ამ ტენდენციებში, სოფლიო ეკონომიკურ ტენდენციებში, რომელმა ეკონომიკურმა სექტორმა უნდა მოახდინოს ამ სამუშაო ძალის აბსორბაცია. ამიტომ უპირველეს ყოვლისა,
ეს რეგულაცია საჭიროა, იმიტომ რომ განსაზღვროთ შესაბამისად, როგორ უნდა ავითვისოთ სწორედ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის ეს მიწა მაქსიმალურად ეფექტიანად. უნდა გავაკეთოთ კოოპერატივები, უნდა მოვიზიდოთ კოოპერატივები, არ ვიცი თქვენთვის შეიძლება კოლმეურნეობის ჯობია, მაგრამ კოოპერატივები და შესაბამისად თუ პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ესეთი ფეტიში გვაქვს. ყველა ქვეყანა, ამ ტიპის ქვეყანა ახდენს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მიზანმიმართულ განაწილებას. პირდაპირ უცხოური ინვესტიციები მიწის გაყიდვაში კი არ უნდა მოვიზიდოთ. არამედ უნდა მოვიზიდოთ თუ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას ეხება გადამამუშავებელ მრეწველობაში. იმიტომ რომ გადამუშავებელი პროდუქტია მაღალი დამატებითი ღირებულების მატარებელი და არა უბრალოდ რომელიმე კულტურის მოყვანა. და ბოლოს მინდა ერთი რაღაცა თქვა, რომ მიწა არა მხოლოდ იმიტომ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, რომ ის არის ამოწურვადი, არამედ მიწა ხალხო ჩვენ დაგხვდა. ის არ არის რომელიმე ადამიანის შემოქმედების შედეგი. ის არ ექვემდებარება არც მოდიფიკაციას ტექნოლოგიურს, არც განვითარებას. ეს ჩვენ დაგხვდა. შესაბამისად, მიწის ფლობა ეს არ არის უფლება თქვენ როგორც მიგაჩნიათ. არამედ უპირველეს ყოვლისა ეს არ არის ინდივიდის უფლება, არამედ ეს არის პასუხისგებლობა. და სახელმწიფოს განსაკუთრებული რეგულირების გარეშე ამ პასუხისგებლობას ვერ განახორციელებს ვერცერთი ინდივიდი. ამიტომ მიწას ესაჭიროება განსაკუთრებული რეგულირება. დიდი მადლობა.